კულინარი, უფრო კონკრეტულად კი კონდიტერი შესაძლოა თავისი საქმის პროფესიონალი იყოს და საოცრებებს ახდენდეს. ასეთი ხალხი ყოველწლიურად წარადგენს ისეთ ნამუშევრებს, რომელთა ნახვისას უბრალოდ პირიღია დაგრჩებათ. ზოგადად ამ სფეროში ყველაზე პოპულარულია ტორტები, რადგან ხომ შესაძლებელია ნამდვილი სკულპტურების შექმნა. ზოგიერთი ტორტი ძალიან ლამაზი და საოცარია, ზოგიც კი იმდენად რეალურია, რომ შესაძლოა ჩვენში შიშიც კი გამოიწვიოს. დღევანდელ ვიდეოში ყველაზე გასაოცარ და დაუჯერებელ ტორტებს გაჩვენებთ. დასაწყისში გამოიწერე არხი და ზარის ღილა კი გააქტიურე. ასე არასდროს გამოტოვებ ახალ და ძალიან საინტერესო ვიდეოს ჩვენთან. მაშასე, დავიწყოთ. ერთი შეხედვით საჭმელად არავარგისი, თუმცა ამავდროულად ძალიან გემრიელი. ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ კონდიტერობა ეს უბრალოდ პროფესიაა. სხვაებიც მიიჩნევენ, რომ ეს უბრალოდ ჩვეულებრივი წოდებაა, მაგრამ ამ სფეროში მომუშავე ხალხს მიაჩნიათ, რომ თავიანთი პროფესია, ანუ კონდიტერობა ეს საშუალებაა გადმოსცე საკუთარი ემოცია და გააერთიანო ის სიტყვასთან. შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ ჩამოთვლითაგან ყველა შეესაბამება სიმართლეს. ნამდვილი კონდიტერი ისაა, ვისაც ამ სამივე პუნქტის დაკმაყოფილება შეუძლია. ამერიკელი დები გუარდი 23 წელზე მეტია დაკავებულია ამ საქმით. პრაქტიკულად დები სრულად შეესაბამება ამ მოთხოვნებს. ის არა მხოლოდ საოცარ და გემრიელ ტორტებს აწყობს, არამედ მათ ისეთ შესახედაობას აძლევს, რომ მნახველი უბრალოდ შოკირებულია. ამ ქალმა წლებთან ერთად ისწავლა ისეთი ტორტების გაკეთება, რომლებშიც ერთ-ერთში იმეორებს სხვადასხვა ნივთს. სანამ კარგად არ დააკვირდებით, ასეთ ტორტს იქამდე ვერ მიხვდებით, რომ ის არაა ნამდვილი ნივთი. პირველად დები მეხუთე კლასში იყო, როცა მსგავსი ტორტი დაამზადა. თუმცა როცა სკოლაში ის მიიტანა, რომ სხვებისთვისაც ეჩვენებინა, მოხდა საინტერესო რამ. ის ერთი წუთით უბრალოდ მასწავლებლისკენ მიბრუნდა და უხსნიდა ტორტის რეცეპტს. ტორტი იმდენად რეალურად გამოიყურებოდა, რომ მის თანაკლასელს ის პლასმასის სათამაშო ეგონა და ხელი წაკრა. ასე კი დების წვალება ერთი ხელის მოსმით წყალში ჩაიყარა. ხალხს ყოველთვის აოცებს დების ნაშრომი. როდესაც ის მათ მაგიდაზე დაუდგამს თავის ნახელავს, პირველი შთაბეჭდილება მუდამ ასეთია. მათ ვერ გაუგიათ ეს რამე პლასმასის ნივთია თუ ტორტი. ხალხი დაბნეულია და არ იცის შეჭამონ თუ არა ის. ერთხელ ერთ რესტორანში, სადაც დების თავისი ტორტები შეჰქონდა გასაყიდად, მოხმარებელმა რესტორნის მენეჯერი გამოიძახა ჩივილით, რომ არაჰიგიენური იყო ძაღლის მაგიდაზე ყოფნა. რეალურად კი ეს დების მიერ შექმნილი კიდევ ერთი საოცარი ტორტი იყო. დები როგორც წესი შეკვეთას 2 კვირით ადრე იღებს. თავიდან ის ამუშავებს დიზაინს, ფერებს და ზომას. შემდეგ კი იწყებს საქმეს. ზოგიერთი ტორტის გაკეთებას დასაწყისიდან დასრულებამდე 50 საათიანი მუშაობაც კი სჭირდება. ტორტის ფასი ზომის მიხედვით განსხვავდება. დების მიერ გაკეთებული ტორტის მინიმალური ფასი $300-ია. შემკვეთები კი საერთო ჯამში გაოცებულნი რჩებიან შედეგით. ერთხელ დები მიიღო შეკვეთა. შეკვეთაში შედიოდა რამდენიმე ტორტის დამზადება. თითოეულ ტორტს უნდა აესახა საშინელებათა ფილმის პერსონაჟი. ალბათ უკვე ხვდებით თუ როგორ გაართმევდა დები ამ საქმეს თავს. საშიში ტორტები. სანამ უშუალოდ ამ პუნქტზე გადავალთ, წინასწარ გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ ზოგიერთი ფოტო შესაძლოა თქვენთვის არასასიამოვნო იყოს, რადგანაც ვსაუბრობთ ტორტებზე, რომლებიც საშიშ სცენებს ასახავენ. თუ არ გსურთ მათი ნახვა, შეგიძლიათ ახლავე გამორთოთ ვიდეო. ხშირად ადამიანის ერთი პროფესია მეორეზე ახდენს გავლენას. მაგალითად ასეა ახალგაზრდა მედდის, კეთრინ დეის შემთხვევაშიც. ის პროფესიონალი კონდიტერია და ამავდროულად მედდად მუშაობს. ის ამ ორ პროფესიას აერთიანებს და ქმნის შედევრებს, რომლებიც ერთი შეხედვით საშიშად გამოიყურება. კეთრინის მიერ შექმნილი ტორტები უბრალოდ საზიზღრობაა, თუმცა ამავდროულად ძალიან გემრიელია. მაგრამ ვფიქრობთ, რომ ასეთი საზიზღარი შესახედაობის ტორტს იშვიათად თუ დააკარებს ვინმე პირს. მის მიერ შექმნილ შედევრებში შედის ადამიანის თავის ქალა, თავის და ზურგის ტვინი და სხვა უამრავი ორგანო. აღსანიშნავია, რომ კეთრინმა ტორტების დამზადება სულ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. პირველი მისი ნამუშევარი იყო გადაჭრილი ხე, რომელზეც სოკოებია ამოსული. ეს ერთი ჩვეულებრივი უწყინარი და ძალიან ლამაზი ტორტი გამოვიდა. როგორც ჩანს, ეს მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რაღაც უფრო მძაფრი უნდოდა. მან დაამზადა ისეთი ტორტი, როგორიცაა თავმოჭრილი მტრედი. მომრავი ადამიანი, ვინც მის ნამუშევარს ხედავს, ნეგატიურად განეწყობა ხოლმე მის მიმართ. თუკი მათ ხელოვნების თვალით შევხედავთ, საოცარ ნამუშევრებს დავინახავთ, ხოლო ჩვეულებრივი ადამიანის განმოსახედიდან ის უბრალოდ საზიზღრობაა და მეტი არაფერი. თვითონ კეთრინის თქმით, მისი ტორტის გემო სრულად განსხვავდება მისი შესახედაობისგან. ის ამბობს, რომ ყველამ, ვინც ასეთი ტორტი დააგემონა, გაოცებული დარჩა.
სხვათა შორის კეთრინმა დაიწყო თავისი ტორტების დამზადების ვიდეოზე აღბეჭდაც. საშიში ტორტების საშინელებათა ფილმებიდან. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, კონდიტერმა შესაძლოა რაღაც გასაოცარი შექმნას ტორტის სახით. ახლა კიდევ ერთ უნიკალურ ადამიანს გაჩვენებთ, რომელიც საოცრებებს აკეთებს. თუმცა ესეც შესაძლოა არასასიამოვნო სანახავი იყოს. კონდიტერმა დიდი ბრიტანეთიდან სახელად ანაბელ დევოტონმა შექმნა ისეთი სახის ტორტები, რომლებიც ერთი შეხედვით მართლაც შოკის მომგვრელია. წარმოიდგინეთ ჭამთ ისეთ ტორტს, საიდანაც ადამიანის თვალი გიყურებთ. შეიძლება ითქვას, რომ ანაბელის შთაგონების წყარო საშინელებათა ფილმებია. სწორედ იქიდან აცოცხლებს სცენებს ტორტის სახით ანაბელი. გასაოცარია ის ფაქტიც, რომ ამ ქალბატონის ტორტებს უამრავი მსურველი ჰყავს. მის მიერ გაკეთებულ ტორტთა სიაში შედის შველი, რომელსაც ნახევარი სახე არ აქვს, ან კატა ადამიანის ხელებით. ეს როგორც ხელოვნების ნიმუშები საოცარია, თუმცა მეორეს მხრივ საზიზღრობაა დამეტი არაფერი. ცნობილი ადამიანების ბიუსტები. მხატვარი ნატალია საიდერი ტეხასის შტატიდან ქმნის ისეთ შოკის მომგვრელ და რეალისტურ ტორტებს, რომელთა ნახვისას ბევრში შეიპყრობს. გოგონამ სწორედ თავისი ტორტების საშუალებით გაითქვა სახელი და პოპულარულიც გახდა. პირველი მისი ნამუშევარიას მაიკლ ერმონტრაუდის ბიუსტი იყო. ტკბილი მაიკლი დამზადებულია რამდენიმე ფენა ბისკვიტითა და შოკოლადით. მის მიერ დამზადებულ ტორტებს შორისაა ამერიკელი კანტრის მომღერლისა და კომპოზიტორის ვილი ნელსონის ბიუსტი, ლეგენდარული ლებრონ ჯეიმსი და სხვადასხვა მულტფილმის პერსონაჟი. მან დაამზადა სტეიკის ფორმის ტორტი, რომელსაც ასევე ტეხასის შტატის ფორმა აქვს. აღსანიშნავია, რომ გოგონას საკმაოდ უცნაური იუმორის გრძნობა გააჩნია. მაგალითად, მან საკუთარი ქორწილისთვის დაამზადა ძალიან უცნაური ტორტი. ტორტზე ასახული იყო ის და მისი საქმრო, თავმოჭრილები, აქვე იყო წარწერა, სანამ სიკვდილი არ დაგვაშოროს. ყველაზე დიდი სკულპტურული ტორტი. ეს რეკორდი ეკუთვნის იტალიელ კულინარებს, რომლებმაც შექმნეს იტალიის ღირსშესანიშნაობების ტორტები. ტორტის წონა დაახლოებით 1000 კილოგრამი იყო. მათ სიზუსტით გაიმეორეს ყველა ღირსშესანიშნაობა და რელიეფი. ტორტი წარადგინეს მილანში. ის იტალიაში რეკორდსმენი გახდა. წარმოდგენის შემდეგ ტორტი 12000 ნაწილად დაჭრეს და ყველა სტუმარს გაუმასპინძლდნენ. რენატ აგზამოვი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონდიტერია მთელ რუსეთში და ალბათ მსოფლიოშიც. რენატმა 7 წლის ასაკში პირველი პიროგი გამოაცხო. სკოლის მერე კულინარიულ სასწავლებელში განაგრძო სწავლა. მთელი ცხოვრების მანძილზე 2700 საქორწინო ტორტი აქვს გაკეთებული და არც ერთხელ ტორტის დიზაინი არ გაუმეორებია. თითოეული განსაკუთრებული და უნიკალურია. მისი საყვარელი ინგრედიენტი შოკოლადია. რენატს კიდევ აქვს ერთი უნიკალური გატაცება. მისი ჰობი ყინულისგან ქანდაკებების გამოკვეთაა. ალბათ ეჭვიც არავის ეპარება, რომ ის ამ სფეროშიც უნიკალური იქნება. რენატს აქვს დამზადებული ისეთი ტორტი, რაც სხვა არავის გაუმეორებია. მან მთლიანი სასახლის ტორტის ფიგურა შექმნა. მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის 3 წელიწადს გაგრძელდა, ხოლო თვითონ ტორტის დამზადებას 3 თვე დასჭირდა. ტორტში დამონტაჟებული იყო მონიტორები, ხოლო რომ არ დამდნარიყო და ფორმა არ დაეკარგა ტორტს, მასში გამაგრილებელი სისტემა დააყენეს. ტორტი $100,000-ზე მეტი დაჯდა. მისი სრული წონა 4 ტონა იყო. ტორტი სიგრძეში 7 მეტრს, ხოლო სიმაღლეში 3 მეტრს აღწევდა.